მოგესალმებით, მეგობრებო. Კარმული ასტროლოგიიდან მინდა პატარა ვიდეო ჩაგწეროთ. Რაღაც ხასიათზე ვიყავი დღეს, ვფიქრობდი, 2 დღეა ვფიქრობ ამ თემაზე და მინდა გაგიზიაროთ თქვენც რაღაცებს რო აანალიზებ, რაღაცების რუკებს რო ნახულობ ხოლმე, პირად შეხვედრებშიც როცა ვმუშაობ, ძალიან ბევრი ინფორმაციები მაქვს დაგროვილი. და რა თქმა უნდა, ხა ესე ყველაფერს ვერ გავაზიარებ, იმიტომ რომ ესეთი ის არის ასტროლოგიურად შეიძლება ვერ გამომყვეს ბოლომდე ხალხი ასტროლოგიურად ცოდნით, მაგრამ რაღაც ნაწილები მინდა აგიხსნათ მაინც. მქონდა ძალიან საინტერესო ლექცია ფსიქოლოგიაში და იმ შემდეგ ეს 2 დღე არის ვფიქრობ ამ ლექციაზე. ძალიან საინტერესო ინფორმაციები გაგვიზიარა ლექტორმა და იყო საუბარი ერიკ ერიქსონზე, ფსიქოლოგზე. ის ერიქსონი არა, შენ რო ვიცით, სხვა ერიქსონი. და ძალიან საინტერესოდ გავიარეთ მისი ცხოვრება. რა თქმა უნდა, როცა ესეთ რაღაცებს ნახულობ ხოლმე, ანუ თუ ვინმე ფიგურა ჩემს ცხოვრებაში შემოდის, ისეთი ლიტერატურული ან მეცნიერული ან სხვა სფეროებში ყოველთვის რუკას ვაანალიზებ ხოლმე. და ერთი ძალიან საინტერესო რამ მინდა გაგიზიაროთ ამ ჩემი დაკვირვებით. იყო საუბარი ერიქსონზე, რომელმაც შექმნა არ ჩავწვრილმანდები დეტალებში, ფსიქოლოგიური ფაზები განვითარებაში, ადამიანის განვითარებაში და აქ იყო ერთი საინტერესო, რაც ლექტორმა მოგვიყვა, რომ ამ ადამიანს ყავდა 3 შვილი და მეოთხე როცა შეეძინა, იყო ჯანმრთელობის პრობლემებით ეს ბავშვი და ჩააბარაო თავშესაფარში, მოდით ესე ვთქვათ მარტივად. და ოჯახს უთხრა, რომ ეს ბავშვი გარდაიცვალა. და საინტერესო იცით რატო იყო ეს ამბავი, რომ მთელი ცხოვრება ერიქსონი საკუთარ იდენტობას ეძებდა, იმიტომ რომ გაიგო, რომ ნამდვილი მამა მისი მამა არ იყო და მოკლედ არ იცოდა ბოლომდე ვინ იყო. ძალიან მოკლედ გიყვებით ახლა ამ ლექციის ამ პატარა ამონარიც და მოკლედ მთელი ცხოვრება სულ მოგზაურობდაო, არც განათლებას მიუძღვნა ბოლომდე თავისთავად, ანუ უნივერსიტეტში სხვადასხვა სტატუსებით მხოლოდ სკოლის განათლება ჰქონდა თავიდან და მოგზაურობას მიუძღვნა თავი, რომ ეძებდაო თავის იდენტობას. ნუ მისი ფსიქოლოგიური ნაშრომიც აი ამ იდენტობასთან იყო დაკავშირებული. და ფაქტიურად ის იყო საინტერესო, რომ რაც გაუკეთა თავის შვილს, იგივე გაუკეთეს მასაც და ფაქტიურად გაიმეორაო ეს თავისი ქმედება. ის რამაც მას ტკივილი მოაყენა, ძალიან დიდი და ფაქტიურად მთელი მისი მამოძრავებელი ენერგიაც იქცა, იგივე გააკეთაო თავის შვილთან. და ასაკში ალცჰაიმერი დაემართა და ნუ საერთოდ ფსიქოლოგიურად ალცჰაიმერი ეს არის რაღაცნაირად ეგოს გახლეჩვას ეძახიან, როცა ადამიანი საერთოდ წაშლას ცდილობს თავისი იდენტობის, ესე რომ ვთქვათ, ხო, მეს წაშლას ცდილობს ფსიქიკა, არაცნობიერი ფსიქიკა. ეხლა რა იყო ჩემთვის, როგორც ასტროფსიქოლოგიის მკვლევარისთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, როცა აი ამ პროცესში ვიყავით, მის რუკა ვნახე და ერთი მნიშვნელოვანი რაღაც მინდა გითხრათ და ეს არ იყო ერთი შემთხვევა და ერთი კვლევა, ეს უამრავი მაქვს ესეთი კვლევები და აი ჩემს თეორიას და ჩემს ხედვას გაგაცნობთ, მას ჰქონდა მშვილდოსანში ურანი ლილიტის შეერთება. რა თქმა უნდა, ესეთი მძაფრი, ძლიერ ემოციური ფაქტორები ყოველთვის არის შავი მთვარით თუ არის ასპექტირებული, განსაკუთრებით განსაზღვრული ხოლმე. ანუ ეს ყოველთვის ესე არის მძიმე, ისეთი ფონი ემოციური, რომელიც გვიცვლის ცხოვრებას, რომელიც რაღაც ღრმა ტრამვას ატარებს ჩვენში, ეს ყოველთვის შავი მთვარის ენერგია. ნუ მშვილდოსანი ეს არის აი ზუსტად ესე იყო, მოხეტიალე იყო, მუდმივად ცდილობდაო რაღაც ემოგზაურა, რომ რაღაცას ეძებდა, ხო? ანუ სელენას შემთხვევაში ეს არის მოგზაური სული, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული და ეს სილაღე და ეს სუფთა ენერგია არის. ლილიტის შემთხვევაში აქ რა თქმა უნდა ტრამვა არის, აქ რა თქმა უნდა აგრესიაც არის და აქ რა თქმა უნდა არის ტრამვა, ხო, რომელიც უკვე ფონად მიუღებლობასთან გვაყენებს ხოლმე ესე პირისპირ, ხო, შინაგან მიუღებლობას. ურანი ასტროლოგიაში, როცა ურანი ლილიტის ან შეერთება არის, ან ოპოზიცია, ან კვადრატურა, ეს ყოველთვის არის ადამიანი, ურანი რა არის ჩვენთან სოციალური გარემოს პლანეტა არის, ხო, ეს არის ლილიტი როცა შემოდის ამ ადამიანს განცდა, რომ ის არც ერთ ჯგუფს არ ეკუთვნის. ის არის, ნუ მოდით ესე ვთქვათ, აუთსაიდერი ყველა ზონიდან, ის არის ყველგან
რაღაცნაირად ამოვარდნილი გარემოდან და ის ვერ პოულობს თავის თავს ვერც ერთ სოციალურ ჯგუფში. და სოციალური ჯგუფი არა მარტო როგორც რაღაც აი ეთნიკური კუთვნილებაც ურანს ეს უჭირს, არა აქვს ეს მაინც დამახასიათებელი შინაგანად და ყველაზე საინტერესო რა იყო იცით, რომ აი ხა კარმული ასტროლოგიიდან რომ შევხედოთ, სულ რომ იდეალური ოჯახი ქონოდა, ისე ცალკე აღებული. ერიქსონში იქნებოდა იგივე განცდები, რომ ის სადღაც სხვადასხვა, აი თითქოს ვერსად ვერ დაედგომება ფეხი. სხვათა შორის შავი მთვარე ურანთან შეერთებაში ქონდა ოშოსაც და მასთან იყო ეს მოხეტიალე, ხო? ოღონდ მას ვერ ჩიყავდა და არც ერთ ქვეყანაში არ იღებდნენ მას, ყველგან აგდებდნენ. ეხლა მე დიდად არა ვარ ოშოს თაყვანისმცემელი, მართალი რო გითხრათ, მაგრამ ზოგადად გეუბნებით, ეს კარმული ასტროლოგია როგორ მუშაობს ამ შემთხვევაში. და ეს იყო მუდმივად მოხეტიალე. აი, ვერსად რო ვერ ხარ, სადღაც შედიხარ და იქ არა გაქვს შინაგანი განცდა, რომ მე ამ სოციუმს ვეკუთვნი. თან ყველგან ხარ, თან არსად არა ხარ. აი, თან თითქოს ყველაფერს ეკუთვნი, თან არაფერს არ ეკუთვნი. ეს ურანის ენერგია არის. ამიტომ შემდგომ აი კარმული ასტროლოგიით მაგალითად როგორ დავინახავდით ამ პროცესს, ხო? რომ ის რომ მე ვეძებ ერიქსონის შემთხვევაში, ვეძებ ჩემს კუთვნილებას სად ვარ მე და ამ დროს ურანი არის აქ, რომ წეპოვა ის მაინც აუთსაიდერი იქნებოდა, მაინც ჰაერში იქნებოდა. ეს ურანის ენერგია არის კოსმოსში რო ვართ მოსროლილი და ხელს ვერაფერს ვერ ვჭიდებთ. და ვერსად ვერავართ მყარად. ეს არის ვულკანური ენერგია, ეს არის ვულკანი რომ ამოიფრქვევა და ვულკანი პლუტონია, მაგრამ თვითონ ის ნიადაგი ვულკანური შემდგომ, რომელიც იძირები ფეხს ვერ გდებ მიწაზე და სულ ეფლობი და არასიმყარე გაქვს, მიწა არა გაქვს ფეხქვეშ, საყრდენი არა გაქვს, ეს ურანული ენერგია არის. კარმულ ასტროლოგიაში ვნახავდით ეს, რომ ადამიანი ან სხვა სამყაროებიდან მოვიდა, ან სხვა სოციუმიდან მოვიდა და ამ დედამიწასთან გაუცხოება აქვს, იმიტომ რომ ურანი ყოველთვის სამყაროებს, სხვა პლანეტებს ატარებს თავის თავში ენერგეტიკულად, ან არ აღიქვამს ადამიანი არაცნობიერი, ოღონდ კიდევ უფრო უკან არაცნობიერი, არაცხოველური არაცნობიერი, არამედ უფრო სულიერსა და იქითა სამყაროსთან რო გვაკავშირებს რაღაც დონეზე. ჩვენი არაცნობიერი განცდები, რომელიც იქითა სამყაროშიც მიყვება სიკვდილის შემდგომ. და ძალიან ბევრი კვლევა მაქვს რეგრესულ ჰიპნოზში და აქედან სულ ერთი და იგივე ვხედავდი ხოლმე სხვადასხვა პრაქტიკებში და აქედან გიზიარებთ თქვენ ამ ჩემს გამოცდილებას და რაც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც ესე იქნებოდა. სულ რომ მამა ეპოვა სიტყვაზე, სულ რომ ოჯახი ეპოვა, ეს ექნებოდა რაღაც შინაგანი რყევა, რომ მე სხვაგან მინდა, მე იქ არა ვარ, სადაც უნდა ვიყო და მე რო უყურებდი ხოლმე სელენა ურანი, ვისაც აღერთად, ან სელენა მერწყულები ვინც არიან ხოლმე, აი სადაც არ უნდა ჩააგდო, ისინი თავის სოციუმში არიან. მათ შინაგანი, ენერგეტიკული, ფსიქოლოგიური მიმღებლობა აქვთ იმ ჯგუფების, სადაც არ უნდა იყო, ყველა ჩემიანია. უცხოა, მე რა იცის ჩემიანი არის. აი რაღაც ერთ წამში რო ფოკუსის გადართვა გვჭირდება, ხო? და ურანი მისლილიც აქტიურებდა, რომ მე სადღაც გავრბივარ, იცით თქვენ რომ ურანი ეს არის შფოთვა, რომ მე რაღაც რეალობას გავურბივარ, მე მიუღებლობა მაქვს ამ მომენტის, ამ რეალობის, მე გავრბივარ, სულ აქედან მოდის შფოთვა. ეს არის პლანეტარულ დონეზე, როცა უბრალოდ ფსიქოლოგიური მიუღებლობა მაქვს და ლილიტი როცა შემოდის, ეს არის კარმული მიუღებლობა მაქვს ამ ყველაფრის. და ამ შემთხვევაში, იცით, ჩემი აზრით, ჩემი კვლევით, შვილის თემა როგორ გათამაშდა. და აი გარედან შეიძლება ვიღაცებმა თქვას, რომ აი რა საშინელებაა, როგორ უღალატა შვილს და როგორ მიატოვა და არაცნობიერს მეკობრებოდა, მეც ჰიპნოზე მინახავს. საერთოდ არის მე ის მისთვის შიგნით ყველაფერი არის ერთი და აქ ჩემი ინტერპრეტაციით მაგალითად ხო რომ დავინახე თან ურანს რა შეუძლია ლილითთან აი ესე წამში მოტრიალდეს და საერთოდ სიცივე გამოავლინოს დაკარგოს წამში ყველა და ყველაფერი არენანება იმიტომ რომ ურანული ენერგეტიკა ეს იცით თქვენ მერწყულის ენერგია არის და იქ სიყვარულის უნარი ნაკლებად არის ხო მიჯაჭულობები არ გააჩნია და შესაბამისად სიყვარული ეს არის ის რაც მიჯაჭულობებში რაღაც დომინანტურ როლს ასრულებს. შესაბამისად ურანელი საერთოდ არაფრის მიმართ არ აქვს მიჯაჭულობა. კვადრატის შემთხვევაშიც ამას ვატყობთ ხოლმე. ან თვითონ არის ესეთი
რომ დატყდება სიტუაციიდან. აი გიждდებოდი 10 წელი უცებ მოტრიალდი და აღარც მახსოვს ვინ იყო რა სად ვიყავი წავედით ახლა ახალი გზით. ეს ურანული ენერგია არის. და ლილიტი ამას უკვე ანიძულებულს ხდის, რომ მე ის ემოციური კავშირი არავისთან არ მაქვს, რომელთანაც ვიქნებოდი და ასტროფსიქოლოგიურად ახლა როგორც კი შევხედე რუკას, ზუსტად ვიცოდი, რომ ის ბავშვი არაცნობიერ დონეზე იყო თავად ერიქსონი, რომელმაც საკუთარი თავი არ მიიღო. აი თუნდაც ესეთი დაკარგული, თუნდაც ესეთი პრობლემური ბჭყალებში, ხო? და აქ კარმული ასტროლოგია ძალიან კარგად გვაჩვენებს მომავალს, უკვე ჩვენ სად ვიქნებით მომავალ ინკარნაციაში, ბჭყალებში ესე. და ეს მომავალი არის დაკავშირებული ყოველთვის იმ სცენარებთან, რაც ჩვენ ცხოვრებაში ვითარდება, ხომ? და ხა შვილები იცით, რომ ჩვენი მომავალი არის და რაღაც დონეზე ყველაზე მეტად აჩვენებს ჩვენში რა არის დაგროვი, რა არის მიუღებლობა ჩვენში, რა არის განდევნილი ჩვენგან და ეს იყო იდენტობა ზუსტად განდევნილი საკუთარი თავისგან. არ არის საჭირო, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიაში ეს მნიშვნელოვანია იდენტობა. ახლა სელენა მერწყულები ვიცი, ან იუპიტერი მერწყულები, რომელსაც კარგი ასპექტები აქვთ, ან ურანი, საერთოდ არ აინტერესებთ ეს იდენტობის თემები, მიმღებლობა აქვთ ყველაფრის მიმართ, ხო? აი თანამედროვე ფსიქოლოგია ჩემი აზრით უფრო ცოტა სხვა მიმართულებითაც სწავა, იმიტომ რომ ამას ხედავს სულ ყოველ ჯერზე, ხო, კარმულ ასტროლოგიაში და აი ეს ჩემი აზრით ის კი არ იყო როგორც ცუდად მოექცა ბავშვს, ჩემი აზრით იქნებოდა რომ ის ესე ექცეოდა არა ცნობიერად საკუთარ თავს, ურანულად მიუღებლობა ქონდა იდენტობის, მოდით ესე ვთქვა, თან მშვილდოსანი არის. ნახეთ, ცოტა სხვა ნიშანში რო ყოფილიყო, ეს ცოტა სხვა ფიგურა იქნებოდა, სხვა ისტორია იქნებოდა. მშვილდოსანი ეს რა არის? ხშირად არის ხოლმე შავი მთვარე მშვილდოსანში, ბევრი საგვარეულო სხვა ეროვნებების სისხლში მაგალითად, ან ბევრი სხვადასხვა, აი მეოთხე სახლში მშვილდოსანი, იმდენი ოჯახში, იმდენი ხალხი მყავს, სხვადასხვა იდეოლოგიით, სხვადასხვა ღირებულებებით და აღარ ვიცი უკვე რომელს გაუწიო ანგარიში. ხო, ძალიან მარტივი ფორმულები, ფსიქოლოგიური მოდელები, ხო, ეს რომელიც მე ჩვენ ფსიქიკაზე ახდენს ზემოქმედებას, მაგრამ ეს კარმული ისტორიაც არის. სადღაც მე გავფართოვდი და სადღაც მე დავკარგე მე, ჩემი იდენტური, ჩემი მსოფლმხედველობითი მე დავკარგე, ხო, შავი მთვარე მშვილდოსანში, ან იუპიტერთან მსგავსად მუშაობს. ამიტომ ამ შემთხვევაში, ხო, მან რომელი ეროვნებიდან ვარ და ხა სელენა მშვილდოსანისთვის საერთოდ არ არსებობს ეროვნება, ის კოსმოპოლიტანი არის, ყველა ეროვნებაში მშვენივრად გრძნობს თავს, ახლა მეც ვყავს სელენა მაგალითად უცხოელების და უცხოეთის ზონაში და მე საერთოდ აი ძალიან მიყვარს ხოლმე საზღვრებს რო გავდივარ, რასაც რო არის ეს საზღვრები. საერთოდ არ ხვდები ხოლმე, ხო და აი ის რო ის უცხო ქვეყნიდან საერთოდ არ მესმის. ყველა ერთნი ვართ, მაგრამ ყველას ჩემთვის ძალიან დიდი რაღაც თავისებური საინტერესოობა აქვს. ხო, გახსნილი ენერგეტიკა, ნებისმიერი უცხოს მიმართ, ნებისმიერი სიახლის მიმართ, გაფართოების მიმართ. ლილიტის შემთხვევაში ჩვენ აქ ვიკეტებით, ჩვენ ამას საფრთხედ ვღებულობთ, იმიტომ რომ არაცნობიერში ეს არის ტრამვა, რომელმაც მე პირიქით უკვე აი ამ გაფართოებამ მე უკვე რაღაცა მავნო. ჩემთვის ეს ტრამვული იყო. და ეს როგორც წესი კარმულ დონეზეც ვითარდება, ხოლმე ახლა კარმულ ასტროლოგიაში მაგალითად ვიტყოდი, რომ ერიქსონს არა მხოლოდ მიუღებლობა ქონდა აი თავდა კარმული დონე, ანუ წინა ცხოვრებები ავიღოთ, ან აი ცხოვრებებს შორის არაცნობიერი, ხო? რო ავიღოთ, შეიძლება რომელიღაც სხვა სამყაროს მიეჭაჭვა, სხვა სამყაროები, სხვა სოციუმი, სხვა კონკრეტული ჯგუფები, ურანი ჯგუფები არის და რომელსაც ეძებს და ვერ პოულობს და შესაბამისად აი ამ ძებნის პროცესში ვაწყდებით ბევრ ნეგატივს და ეს მერე უფრო კიდე აღრმავებს ამ კარმულ ნეგატივს და მერე ვიღებთ ხოლმე უკვე განსხეულებულად პრობლემებს, რეალურად ფაქტის პრობლემებს ვიღებთ, ხო? და სადაც ემოცია წარმოიშვა სადღაც რომელიღაც ცხოვრებაში, ის ემოცია მერე რეალურ ცხოვრებაში უნდა ვიცხოვროთ. ეს არის კარმა, მეგობრებო, წინა ცხოვრებებში გათამაშებული ემოციური სცენარები, რომელიც ამ ცხოვრებაში ან სხვა ცხოვრებებში უნდა გაიშალოს და ფრაგმენტულად ვიცხოვროთ, რომ დავხუროთ მერე ეს ემოცია. დახურვა არ არის, მიმღებლობა გავაჩინოთ. აი ხა მაგალითად ერიქსონის მაგვარ ადამიანს ასეთი ისტორიით ვეტყოდი. გაეხსენი საკუთარ
მეს მაგალითად ხო და ვეტყოდი რა კარმული ასტროლოგია ეტყოდა რომ აი როგორც კი ის საკუთარი თავის მიმღებლობას თუნდაც ესეთ ქაოსში მოახდენდა და მთელ თერაპიულ რესურსს ჩართავდა ამ ტექნიკებზე რომ აი გავჩერდე, დავბრუნდე, სხვადასხვა წარმოსახვით თერაპიებითაც მუშაობთ ხოლმე ენერგეტიკული კავშირი, რომ წარმოვიდგენთ სოციუმს, ურანის შემთხვევაში წარმოვიდგენთ როგორ შევდივართ და მკვიდრდებით. რაც არის, მე ამათთან და ვისწავლე ახლა ურთიერთობა. რაც ვარ ჩემ თავთან, ახლა არ ვიცი ერიქსონს რომელ სახლში ჰქონდა ეს შეერთება და შეიძლება ეს მეოთხე სახლი ყოფილიყო, შეიძლება პირველი სახლი ყოფილიყო, შეიძლება მეათე სახლი ყოფილიყო, ხო, არ ვიცი, იმიტომ რომ ესეთ კუთხურ სახლებში უფრო ესეთ ტრამვულ გამოცდილებას იღებს ადამიანი და ამ შემთხვევაში ზუსტად თერაპია არა ის, რომ მე ტრამვას უნდა ვებრძოლო, რომ ვატრიალო ეს ჩემში, კი, საზოგადოებას დავანახო ჩემი ტკივილი, აქედან უცებ რაღაცა ურანული ესეთი ესეც დასკვნაც გამოვავლინო, რომ აი ეს ყოფილა აქ, ხო? და ეს ურანი იყო ახალი აღმოჩენა, რაღაც ახალი იდეა, ახალი კვლევა, მაგრამ თავარი შეიძლება ვერ დავალაგოთ. აი თანამედროვე ეზოთერული ფსიქოლოგია ჩემი აზრით უფრო ამ მიმართულებით სწავლა. იპოვის იმ გზას, სადაც აი ესეთი კარმული და ესეთი ეგზისტენციალური სულისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უკვე სიღრმისეულად დაალაგდება. და ვისწავლით უკვე პირდაპირ მიზანზე, ზუსტად წერტილში მუშაობას, რომ არის ურანი, აქ უნდა გავჩერდეთ და ვთქვათ, რომ აი რაც არის ეს აქ უნდა ვისწავლო, ეხლა მე ცხოვრება, კი არ უნდა გავიქცე. კი არ უნდა ვეძებო ის წარმოსახვითი სოციუმი, ის წარმოსახვითი მიკუთვნება, არამედ ეხლა რაც არის, აი ამათ დაუმეგობრდე. ამათთან დავალაგო ურთიერთობები. ვისწავლო აი ამ, თუნდაც უცხოელებთან, ხო, ურთიერთობა. ეხლა ეს ებრაული გვარი ქონდა ერიქსონსო და მე შეცვალა ეს გვარი. და არიღებდნენ ებრაელებიო, არც გავდაო ებრაელსო და სულ ქონდა ეს რომ მიუკუთვნელობის განცდა, რომ მე რაღაც ამ სოციუმს არ ვეკუთვნი. მე რა არ ვეკუთვნი. ამ მშვილდოსნისთვის ეს ძალიან ლირიტი მშვილდოსნისთვის ეს ტკინვეულია. სხვა ეს ძალიან აქტიურად გამოდიან ხოლმე ნაციონალიზმით, შავ მთვარე ვისაც მშვილდოსანში ყავს, აი ნაციონალისტური ეს ერთი ისიც რო ყავს სპორტსმენი. აი ეს საქართველო და ესეთი მასში არის მიუღებლობა, უცხოსი, ხშირად აქვთ ხოლმე ესეთი ტენდენცია, რომ როგორც უარყოფა, აი ამ გაფართოების, ხო, გარკვეულწილად და აი მე თუ უარყოფ გაფართოებას, ესე იგი უნდა ჩავეჭიდო რაღაც ნაციონალურს, ხო? და ესეც პრობლემა არის. ან სადაც არის აგრესია, იქ არის მიუღებლობა. ნუ პირველი მიუღებლობა არის, მიუღებლობაზე აგრესია არის დაფუძნებული. აგრესიაზე არის დაფუძნებული უკვე დრაივი. ოღონდ ადრე რო იყო გახსოვთ ეს რუსულად რაბოდნე ხალასტოიზე მუშაობსო. ასტროფსიქოლოგიაში აი ესეთი მუშაობა არის, აი ხალასტოიზე. ბუქსაობთ. რაღაცნაირად ბუქსაობთ და მთავარ წერტილამდე ვერ მივდივართ. და აი ამ წერტილს ახლა ჩემთან რომ მოდიან ხოლმე კარმულ ასტროლოგიაში, როცა მუშაობთ ხომ, აი ამ წერტილს ხვდებიან. და მეც ამ წერტილთან მივდივარ, სულ იქნება ეს ჰიპნოთერაპიაზე მუშაობ, ფსიქოთერაპიაზე მუშაობ. აი ამ წერტილთან სულ მივდივართ, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი, რისთვისაც არის ეს შფოთვა, რისთვისაც არის მე ჩვენს მომავალში გადადებული, როგორც ჩემი არანაცხოვრები ენერგია, ჩემიდან განდევნილი ენერგია, ის აუცილებლად ოჯახში მოდის მერე, ან შვილის სახით, ან ბიძაშვილის სახით, რომელიც მერე ჩვენი პრობლემა ხდება, ხო? სიტყვაზე. ის აუცილებლად გენეტიკაში არამიღებული, არარეალიზებული ენერგია ტრიალებს. გარედან ეს ჩანს, რომ აი საზოგადოებაში რაღაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ეს არის პიროვნული ტრაგედია, პიროვნული დრამა, რომელიც გადადის და ამ დროს სულს აი ეს პიროვნული დრამა ინტერესებს. მას არ აინტერესებს დიდება. ის დიდება იმ მომენტში ეს ეგოს დიდება არის, ცხოვრებისეული დიდება არის, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს ჩვენი პირადი დიდება, რომელიც ჩვენი პირადი ისტორია არის. რამდენად მოვახერხეთ ამ ცხოვრებაში ღია ემოციური ტრამვების დახურვა და ცხოვრება. და ყველაზე დიდი საიდუმლო ამ ყველაფერში არის ის ზუსტად, რომ აი რაც არის, ეს უნდა მივიღოთ. აი ჩვენ როგორ აგვაქვს იცით, რაღაცნაირად არ გგონია რომ ვიმსახურებდეთ ამ სიტუაციას,
ეს ეგო ყოველთვის არაადეკვატური არის ხოლმე ჩვენს მეც მქონია ეგ რომ აი მიუღებლობა და ჰიპნოზზე მინახავს რომ აქ ახარ დაწყნარდი მიიღე შეირგე და ამუშავე ახლა ეს და აი მან სულ გავდიოდით რაღაცა გადამეტებული ეგო ყვა გადამეტებული მოლოდინები საკუთარი თავისგან და ამ დროს რეალობა არის როგორც რეალობა და ჩვენ და მივიღოთ აი ეს რეალობა როგორც ახლა ერიქსონის შემთხვევაში მას უნდა მიიღო აი ეს ქაოსი შინაგანი ის უარყოფა ანუ ეს არის ზუსტად რომ კი მე ხა აქავარ მე ამას ვიღებ და მორჩა ეხლა ამით ვაგრძელებ ცხოვრებას თანამედროვე თუნდაც გეშტალტი ამას ემსახურება რომ აი უნდა გავაცნობიე რომ მივიღო მე ვნახოთ რა იქნება და აი ეს უნდა იყოს ძალიან ღრმა არაცნობიერად მიღებული ეს არ უნდა იყოს უბრალოდ გონებით ამიტომ ყავს ერთი სამი თერაპევტი ხო ერთს მომუშავებინებს მეორეს მომუშავებინებს მესამეს პერიოდულად სულ სხვადასხვა მიმართულებით დავდივარ იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ თვითონ მოვკიდოთ ჩვენ თავს ხელი ჩვენ თუ გონია რომ იქ მივალ ერთ თერაპევტთან და ძალიან აი ამან იცით ხარ მინდა ვთქვა, მაგრამ აი ბიზნესის თუ იმ სოციალური ბიზნესის მიდგომებმა ძალიან გააფუჭა ველი ვერ რაღაცაში და აი თუნდაც შეიძლება ვთქვათ ჩემთვის რომ აი თერაპიაზე დავდივარ და ნუ არაფერი არ მივიღე იქიდან და არ არის ჩემთვის თერაპია და ამ დროს უბრალოდ საჭიროა მოვძებნოთ საჭირო კონტაქტი, საჭირო ადგილი ზოგს მაგალითად ჰიპნოთერაპიაში უშველის აი ამ წერტილში ზოგს უბრალოდ მეგობართან დალაპარაკება მიახვედრებს რაღაც მნიშვნელოვანს ხო ყველას აქვს თავისი გზა მაგრამ უნდა ვიცოდეთ მთავარი რა არის ხო და აი ჩემი ამ 15 წლიანი კვლევებით სულ ამ წერტილზე გავდივარ მეგობრებო ყველგან ყველასთან ჩემ თავთან გარემოსთან აი ესე რუკების ნახვით ხა შეიძლება მე ამ ადამიანში არ ვიყურებოდა ისე მაგრამ იქ როგორც კი რუკა ვნახე და მისი ცხოვრება ეს იყო უსიყვარულობა ქრონიკული საკუთარი თავის მიმართ იმ ბავშვის როლში საკუთარ თავს ხედავდა და მან ბავშვი კი არ უარყო ერიქსონმა მან თავის უარყოფა ფორმაში გადაიტანა მატერიალურ ფორმაში უბრალოდ ჩემი ინტერპრეტაციით ნამდვილად არ ვიცი ხა ესე 100%-ით, მაგრამ ჩემთვის დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ ვიცი ეს სტრუქტურები როგორ მუშაობს, ხო? ამიტომ კარმული ასტროლოგია საერთოდ სხვანაირად ხედავს რაღაცებს. ეს დროისა და სივრცეში ხედავს ამ კარმულ პროგრამებს, ეს ხედავს ინკარნაციული სულის მეხსიერების პრიზმაში და რა თქმა უნდა გენეტიკურ გზავნილებსაც აუცილებლად ვითვალისწინებთ და არ არის აუცილებელი ხო ვიღაცას კარმული ასტროლოგიის ჯეროდეს მარტო შეიძლება ფსიქოლოგიის კუთხითაც როგორც ეოჯახური გაცავნილები ესე უყურებდეს მაგრამ ჩემ გამოცდილებით ორივე მუშაობს ესე რომ არაფერ შუაში არ არის გენეტიკური ხაზი ესე არ არის რა თქმა უნდა ერთი პროგრამა არის და ერთ პროგრამაში მოვდივართ ხოლმე როგორც წესი მაგრამ უფრო სიღრმისეულად რომ შევხედავთ ამას ხო აი სამართლიანობის განცდა რომ მივიღოთ სამართლიანობის იგულისხმება რომ ეს პროცესი ამაზე პასუხისგებელი მე ვარ და არა ჩემი გენეტიკა ანუ პასუხისგებლობასთან მივდივართ ყოველთვის ხო როცა აი თუნდაც ჰიპნოთერაპიით სულ ხედავდი რომ აი მე რაც მეგონა რომ აი აქ რაღაც ხერპლი ვარ პირველ წარმომქმნელი ამ ემოციის პასუხისგებლობა მივხვდები ჩემ თავზე მაგ ასაღები აბსოლუტურად სხვა განზომილებაში და სხვა ცხოვრებაში და სხვა ემოციაში ხო და აი ამ გადასახედიდან რაღაცა შეიცვალა აბსოლუტურად სამყაროს მიმართ ხედვები ეს შეიძლება ფსიქოლოგმა თქვას რომ აი ჩვენ გვინდა რაღაცნაირად მივიღოთ ეს და ვერ ვიღებთ და შემდეგ და მეორე კუთხით ეს მთელ სურათში გვეხმარება მეგობრებო მთელ სურათში გვეხმარება იმაში რომ პასუხისგებლობა იმით ანუ ჩვენ არ განსხვავდებით გარეთ ვიღაცას თუ რაღაცაში ვადანაშაულებთ ის არის ჩვენი სარკე ჩვენში არსებული არაცნობიერი იმპულსების აი ეს მინდა რომ რაღაცნაირად გაგიზიაროთ რომ სულ ამაზე გავდივართ ვინც ახლა ჩემთან ცოტა ისეთ ღრმა თერაპიული კუთხით ყოფილა ხვდებიან ბოლომდე რას გულისხმობ აქ ვიღაცებს კიდე წინა აქვთ მაგალითად მაგრამ ახლა მე რასაც გეუბნებით ეს არის აი მართლა მრავალწლიანი სულ აქ გავდივართ თქვენ თვითონაც რომ შეიყვანოთ რუკები თქვენ თვითონაც რომ ადამიანების ცხოვრება ნახოთ და პლანეტარულ ენერგიებში კარგად ირკვეოდეთ აქ გახვალთ აუცილებლად ხო და სხვა შორის ახლა 17 ნოემბერს მაქვს ზუსტად ტრენინგი აი ამ პლანეტარულ ენერგიებზე
და აი ზუსტად მან ხსნი ენერგეტიკული ველი პლანეტარული ენერგიის ყოველთვის მაქვს ხოლმე ესეთი ტრენინგები შეგიძლიათ ადევნოთ Facebook-ს თვალი ახლა გამახსენდა უნდა მე თქვა მანამდე მაგრამ აი ეს პლანეტარული ენერგია როდესაც ვიცით იქ უკვე როდესაც არის კარმული ასპექტები ამის ინტერპრეტაცია უკვე სხვანაირად შეგვიძლია და სხვანაირ სიღრმეში გავდივართ ეს ფსიქოლოგიური ასტროლოგია საერთოდ სხვანაირად მუშაობს მეგობრებო და კიდევ უფრო ღრმა შრეებში გადის და იმედია რომ რაღაცნაირად თქვენ კიდევ უფრო წარმოდგენა შეგექმნათ როგორ მუშაობს ესეთი ენერგეტიკული სტრუქტურები იცოდეთ რომ ფსიქიკისთვის სხვა და ის არ არსებობს ის მეში განიცდება აუცილებლად და რაღაცას თუ ვერ ვპატიობთ ან მშობლებს ან ვერ ვპატიობთ ოჯახის წევრებს ან მეუღლეს ან ვიღაცებს აქ ვერ ვპატიობთ ჩვენ თავს არ არსებობს არავინ ჩვენს ირგვლივ ის არის ტრიგერები ყოველთვის ნებისმიერი ადამიანი არის ტრიგერი გვაჩვენებს როგორც არკე ჩვენში ჩაბუდებული გამომჟღავნებელი არაგაცნობიერებული ემოციის და ენერგიის ეს იცოდეთ ამიტომ ეს არის მაღალი პასუხისგებლობა რომელიც უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ეს არის უდიდესი პასუხისგებლობა რომელიც გვაბრუნებს საკუთარი მესკენ და გვაწყებინებს კვლევას ამ მესი და აქედან იწყება უკვე საერთოდ სხვა ცხოვრება აქედან იწყება გაცნობიერება ჩვენი პირადი როლის და გარემოს უყურებთ როგორც დამკვირვებელი რომელიც ამ ანარეკლს გვაძლევს ამ ტრიგერს გვაძლევს და გასიელებით უფრო საერთოდ სხვა დონეზე ადის მე ადამიანი ხო რაღაც სხვა სტრუქტურებში გადადის და აი კარმული ასპექტების დახურვას როცა ვლაპარაკობთ ხდება აი ამ მიმართულებით იმიტომ რომ რაღაცა რო ხდება გარედან ცუდი ქმარი მყავს, ცუდი ცოლი მყავს, ის მატრიგერებს, ჩემში რაღაც პროცესს აჩვენებს, ამაზე ვიწყებ მუშაობას, ან პრობლემა მთავრდება, ან ეს ადამიანი მთავრდება, ხო? გადის ცხოვრებიდან, ხო, სიტყვაზე. ან რატომ არ ვასრულებ რაღაცას, რაღაცა მიშლის ხელს, რომ ჩავალთ ღრმად, იქ აუცილებლად საკუთარ მეს ვიპოვით, რომელიც დასამუშავებელია. აი ეს არის რევოლუციური ევოლუცია, ხო, საკუთარი თავის და აი ეს მინდა გაგიზიაროთ კომენტარები დაწერეთ ამ ვიდეოზე თუ რამე და გაინტერესებთ მე ამ თემას აუცილებლად კიდე გავაგრძელებ მსგავსი ფორმატით თქვათ კიდე უფრო გასაგები რომ იყოს თქვენთვის რა არის ნამდვილი სიღრმისეული კარმული ასტროლოგია და ფსიქოლოგიური ასტროლოგია და ველოდებით თქვენს შეფასებებს ამ ვიდეოზე და დროებით